აი 0%-ზე რო ვისაუბროთ. აი ავიღოთ მაგალითად რომელიმე იოგურტი, ხო, რომელიც ბუნებრივად შეიცავს ცხიმს. ნუ რძიდან გადმოყოლილ. იმიტომ რომ იქ უნდა იყოს ცხიმი. თუ ჩვენ ამას მოვაცილებთ, ჩვენ მხოლოდ ნუტრიენტს არ ვაცილებთ, ის ცხიმი განსაზღვრავს სტრუქტურას, გემოს, არომატს და ასე შემდეგ. ძალიან ბევრ რაღაცაზე მოქმედებს, როგორც მოლეკულა პროდუქტში, ხო? კვების ტექნოლოგია მუშაობს შემდეგნაირად. მე თუ ეს მოვაცილე, ეს უნდა ავანაზღაურო რაღაც. რაღაცით შევცვალო. რითი უნდა ავანაზღაურო, ხო? ამისთვის უნდა დავამატო სტაბილიზატორები, ტექსტურის გამოუმჯობესებლები, არომატის გამოძლიერებლები და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი რამ არის ჩართული, მოკლედ ამ პროცესში. შესაბამისად, როდესაც ესე ვთქვათ, ვაკვირდებით წინ ეტიკეტს და ვკითხულობთ, რომ პირობითად არ შეიცავს შაქარს ან ცხიმს არ შეიცავს, ეს არის მხოლოდ ამით არ უნდა ვიმშოლოთ, უნდა შემოვატრიალოთ და დავხედოთ თუ იქ არის კიდე რაღაც ისეთი ქიმიური დიდი ლუპა ხელში და დავხედოთ. კი ბატონო. შეიძლება ხა ის ინგრედიენტები საერთოდ არ წარმოადგენენ საფრთხეს, უბრალოდ ჩემი რჩევა იქნება მომხმარებლებისთვის, რომ ესე ვთქვათ, ესეთი რაღაც დაკვირვებული დიეტის, რომ მაგალითად შაქარი არ მივიღო, ცხიმი არ მივიღო და ასე შემდეგ, ჯობია რომ ნაკლებად დამუშავებული პროდუქტი იყიდონ და ის უფრო ცოცხალი პროდუქტი. კი ბატონო, და ამ ნაკლებად დამუშავებული პროდუქტისგან მიიღონ ის ბუნებრივი ნუტრიენტი, რაც არის. და რაოდენობაში ამცინონ და არა ვთქვათ თვისობრივად.